გოგოებო. ისევ გასტროლოფტში მოვედით. ისევ ყავასთან ერთად ჭორაობთ, ხო და რა კარგია რა? კარგი ამინდი, კარგი გარემო, კარგი გემრიელი კერძები, კარგი სიტუაცია და გარემოა ძალიან საყვარელი. სიგრილე და ყველაფერი კარგი. გოგოებო. რაღაცა სიახლე მაქვს და მინდა რომ გითხრათ. იმ დროს რო იძახდი მე ვიტყვიო? ხო, რა სიახლე გეხოცებული. შენი აზრით რა იქნება გაიარენ ჩემ ცხოვრებაში სიახლე? სიახლე? ხო, აი შენ რა გაგიხარდებოდა შენ ცხოვრებაში რაღაცას ყველაზე ძალიან? ძალიან ბევრი რაღაცა. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა იქნებოდა შენ ცხოვრებაში? ძალიან ბევრი. მაგრამ ნუ ეხლა გაჩნია რა გინდა. Вообще-то ამ ცხოვრებიდან. ხო, აი რა გინდა, რა გაჩნია რა გინდა ცხოვრებიდან, გესმის? მაგალითად სიახლე გაქვს, რა სიახლე? რა სიახლე გაქვს? რა სიახლე იქნება? რა სიახლე შეიძლება ვარ დაბადში. რა სიახლე? გოჩას ვერაბა. რატო ხა მაინდა მაინც გაგეხარდება გათხოვდა. პარიზში მიდიხარ? სასოფინგოდ? არა. ბალიზე მიდიხარ დასაცდებლად? არა, ეგ გაგიხარდებოდა ყველაზე ძალიან. არა, ყველაზე ძალიან გახარებული ეს უკვე არის სიყვარული და რაღაცა ბედნიერება და მე კიდე ჭეკალ-პაკალ გერდასტანი ბავშვები. ეგ გამიხარდებოდა. კი. ანუ ყველაზე ძალიან გაგეხარდებოდა მოგზაურობა. აი, ნამდვილი ოჯახი, საყვარელი. აი საყვარელი. მაგრამ საყვარელი არა. საყვარელი ოჯახი და ამთავრე ქართულაში. საყვარელი ადამიანი. ხო, ნახე შენ მეუბნები რა სიახლე მაქვს, აბა რა სიახლე, მეუბნები რა სიახლე გაქვს? პარიზში მიდიხარ? შმოტკები უნდა იყიდო? ბალიზე მიდიხარ? იტალიაში? მე ბალიზე ბედნიერება არის ქალისთვის, მაგალითად ჩემთვის, რომ მყავს ძალიან ძვირფასი ადამიანი გვერდი. ბატონო. თქვა გაიანემ უკვე რომ მნიშვნელოვანი კი არა და მნიშვნელოვანზე მეტია რომ საყვარელი ადამიანი ყავს ძალიან ძვირფასი და ოქროს ოჯახი. და ოქროს ოჯახი და რაც ჩემ ოჯახს აკრდა ორსულად ვარ. ვაიმე გილოცა. მადლობა გილოცა. გიორლობა. ეხლა გადაცემაში რაღაცას ვეთქვი. გოგო, რამდენი ხანია ორსულად ხარ? რატო არ მითხარი? საბითვის ვარ. ანუ ჩვენ ფაქტურად აკადემიაა. რაც ეს გავიდა. ჩხუბი დააკლდა და დაურსულა. გილოცა. მადლობა. გოგოა ბიჭია. არ ვიცი, ჯერ ეგეთ სიურპრიზი იქნება და რაღაც ესეთ ფეიბერკი იქნება. ჩვენ მოვაწყოთ, აქ მოვაწყოთ, მე აქ მოვაწყოთ. აიმე ძალიან მაგარია. ძალიან დაინტერესებს ჩემ მეუღლეს და ძალიან ბედნიერია. 40 წლის ასაკში მე თვითონ აი შოკში ვარ. აუ რა ბედნიერება არის. შოკში ვარ, იმიტომ რომ ასე მგონი არც არასდროს არ ყოფილი ვარ ორსულად, არც არასდროს არ ყოლია შვილი. იცი რატო? იმიტომ რომ შენ ხარ უკვე 40 წლის უკვე გესმის რას ნიშნავს ოჯახი, უფრო კარგად გესმის და ეს ბავშვი შენთვის არის ღვთაება. აუ ნახე ახლა რა იქნება, გათამამებული. ძალიან ეს ბავშვი ჩემთვის არის ღვთაება, მაგრამ ყველაზე ძალიან იცი რა ყოფილა მნიშვნელოვანი და რამ გამაბედნიერა ჩემი მეუღლე. იმდენად მივლის, იმდენად ბედნიერია. ყოველ როდის მოხვალ, ჩვენთან იქ წაგიყვან, აქ წაგიყვან, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე ეხლა რაღაცას გეტყვი შეიძლება, აი გახსოვს რომ ამბობ, სულ რაღაცას ამბობდი, რაღაცა არის ეკა, მაგრამ რაღაცა თბილი თვალებით, მაგრამ რაღაცა სულ ყმაყოფილო, რაღაცა არა. ეხლა ისეთი ყმაყოფილი ხარ, ისეთი ანუ სიყვარული ზედმეტად კი არა, რაღაცა აი როგორ ამ კარგად არის ეს ბლომად სიყვარული, რომ გეფერება და სადაც გიყვარს. გაერთიან ამბავს მაგაერთიან ძალიან მაგარია. აუ რა მოგრამიხარდა. ეს იცი რა ასნიშნავს? ეს არის ოჯახის გაერთიანება. აი ეს არის. მოკლედ ეხლა უნდა მოვამზადოთ კერძი. ხო და მე რადგან ორსულად ვარ. ახლა დაიწყო. ყველა გადაცემაში მაგას იტყვის მე ორსულად ვარ მე დაწვირდვა არ შეიძლება. აქამდე იზახთა დედოფალი ვარ, ახლა ორსულათა ვარო. არა. და მოდი ნინო მოამზადოს კერძი. მოვამზადებ. არა გასო მოვამზადებ მე რა პრობლემაა. როგორც გოჩა ასრულებს ამისი რაღაცები, ხო? ხო, ესე იგი ჩვენც უნდა გავაკეთოთ ორსულად. სამეთო ხო თქვა, კიდე რამდენი დაგვრჩა გავუძლოთ არა უშავს. წავედით ეხლა და გადავინაცვლოთ ჩვენს კუთვნილ მაგიდასთან და დავიწყოთ კერძის მომზადება, რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ მაყურებელს კიდევ რა აქვს ამ რესტორანს მთავარი კერძი. ბევრი გემრი. კი, მე მენიუ რო გადავხედე, გადასარევი კერძები აქვს. წავედით.
მივიწყებთ ახლა კერძის მომზადებას. ეს არის ამ რესტორნის საფირმო სალათი. Ცივცხელი, ასე ვთქვათ, ცივეულშიც გადის და ცხელეულშიც გადის. ცხელი სალათა. ხო, სახელი ქვია ძალიან საინტერესო. შებრაწული სულგუნის სალათი. კი ბატონო. ინგრედიენტები უმარტივესია, უმარტივესი, გარდა რესტორნისა, ყველა ოჯახში რომ შეიძლება რომ მარტივად მოიპოვებოდეს და ჩამოვთვლი ახლა რას ვაკეთებ. მჭირდება სულგუნი დაახლოებით 350 გრამი. სალათის ფოთოლი მაქვს ორი სახეობა, ეს არის როლაროსა და აისბერგი. კი ბატონო. მაქვს პანკო, მაქვს ფქვილი, კვერცხი და ჩირეული. ეს არის გარგარის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი და ქართული თხილი არის. კი ბატონო. ჩვენებური ქართული თხილია. ბევრ რაღაცებს ვუყურებ. ხო, ეხლა соуსები რაც არის, ეხლა ჩამოვთვლი. ეს არის დიჟონის მდოგვი, სოიოს соуსი, ლიმონის ფრეში გაია, მარილი, თაფლი, ეს არის პაპრიკა, დაღერღილი წიწაკა და სოიოს соуსი არის. კიდევ რაც მთავარია, მარილი რა თქმა უნდა აუცილებლად ჩვენი გემოვნებით შევაზავებთ. და გავაკეთებთ მაგითი დრესინგს ასე რომ ვთქვათ. ძალიან მარტივია, ეხლა მე დავჭრი, როგორც ნაგეცები იჭრება ესე და პანკოში ამოვავლებ, შევბრაწავ ბევრზეთში მჭხირებს და შემდეგ უცებ ხელით დავძიძგნი ესე გლეხურად სალათის ფოთლებს, დრესინგს მოვამზადებ, თხილის უბრალოდ მოვწალავ ტაფაზე რომ მოიბრაწოს და მორჩა მზად არის ჩვენი სალათი. ეს არის სალათის ინგრედიენტები და ეხლა შემეკითხებით რა თქმა უნდა, რატომ დევს კარტოფილი, რატომ დევს არაჟანი, ორეგანო, პარმეზანი, რატომ და გავაკეთებ მექსიკურად კარტოფილს, როგორც აკეთებენ გასტროლოფტში თავისი ინგრედიენტები, თავისი რეცეპტით. მე ვერაფერს ვერ შევცვლი, გაია როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, ეს არის მათი საფირმო კერძი, შეფის საფირმო და ზუსტად როგორც მომაწოდეს გრამაჟი და ინგრედიენტები ვამზადებ ზუსტად ის. მოდი დავიწყებ თქვენი ნებართვით, კარგით? დავიწყებ და თანმიმდევრულად ავხსნი მე რას და როგორ ვაკეთებ. ეხლა ესე იგი ეს არის სულგუნი. ამას დავჭრი აი დაახლოებით ესეთი ზომა და დაახლოებით ესეთი სისქის დაახლოებით. ცოტა და დაბალი შეიძლება. ხო, ჩხირებად. ამოვავლებ ფქვილი, კვერცხი, პანკო, როგორც ხდება ხოლმე და შევბრაწავ. კი ბატონო. გაიანე, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენი მასპინძელი გასტროლოფტი, რომელიც მადლობას გადავხდით, რომელსაც რო გვასწავლა კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივ სალატს გვასწავლის, ფრეშ სალათის შებრაწულ სულგუნთან, იმიტომ რომ ისეთი საინტერესო ინგრედიენტებია და ჯანსაღი და გემრიელი, რომ არ ვიცი, ესეთი სალათი მართლა იშვიათია. დანახვაც არა გაქვს ეკა, არა და მე შევარჩიე ეს სალათი, რომ შენზე მორგებული ყოფილიყო, რომ შენ ახლა მაინც ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ გჭირდება ფრეშიც, გჭირდება შებრაწულიც, ცხიმიანიც, გემრიელიც და შენზე ვიზრუნე. მადლობა ნინო, რომ ჩემზე დიდი მადლობა. კიდე რა მაინტერესებდა, მარილიანი როგორ არის ჩვენი სულგუნი, როგორი მარილით არის? ანუ გასინჯვა უნდა. არა, გასინჯვა არ მინდა. მიდი, ასე იყვიან ხოლმე ბრუციანი არ გაუშვეს რამე რომ მოუნდება. არა, გასინჯვა არ მინდა. უბრალოდ რომ იცოდეს, ნაკლებად მარილიანი, ცოტა მარილიანი. ეკა, საერთოდ სულგუნი იდეაში ნაკლებად მარილიანი ყველია. ვინ გითხრა, ღომისთვის ისეთი მარილიანი ყველი უნდა სულგუნი, რომ მაგარი და მარილიანი. სამეგრელო დედოფალი ხარ, ჩვენ ვერ შეგედრებით და ჩვენ რაც ვიცი, ქალაქურად ვაკეთებთ რა. ნაკლებად მარილიანი ყველი. სანამ დაიწყებ, ბარემ ეს ჩემი ექსკლუზიური კოკაკოლა მეც დავლიო ეს მარმეშო. და გმითხარი რომ მარშმელო ეს საზამთრო და მარწყვი ერთად ეს შეხამება ეს ფეირვერკი ჩემ გოგო ხარ დალიე შეგარგოს შეხუდალიე ო მეც მინდა ის რა ხმა იყო всё მეც აღარ დავჭრი მეტი აღარ მჭირდება როგორც თქვით კაი სულგუნი ჩანს ხო კარგი სულგუნია ნამდვილად და გავაკეთებ ახლა კვერცხის ის ხო გენაცვალოს კი კვერცხი პანკო აგერ არის კვილი და პანკო აქ მაქვს კვერცხი გარეცხილია ეს რაც დამუშავებული გარეცხილი დამუშავებულია ისეთი როგორც უნდა იყოს ნინომ დაჭრა ყველი ესეთი კაი სქელი და ერთი ზომის არის
ანუ თუ მაგალითად იქნება ერთი თხელი და ერთი სქელი და ფრიწურნიჩაში ან ზეთში რო ცხელი იყოს და უცებ რო შევიდეს შიგნით ეს ყველი, ხო? რომელიც სქელი იქნება, კარგად გაკეთდება, რომელიც თხელი იქნება, შეიძლება დადნეს. ეცადეთ რომ ყველაფერი იყოს ერთი ზომის და ძალიან კარგი იქნება, როცა გაკეთდება, რომ იყოს ცოტა საყინულეში. საყინულეში რო იქნება, ცოტა დაიჭერს ეს თავის მასას და უცებ ფრიწურნიჩაში ცხელ ზეთში თავის ფორმას არ დაკარგავს, გენაცვალოს გაიამ. ქვილში ამოვავლე ყველი, რადგან მე კვერცხი დაიჭიროს ქვილმა და გადავდივარ პანკოს ამოვლებაზე. აი ესე კარგად ამოვავლე პანკოში. რომ კვერცხმა კარგად მიიკროს პანკო. აი ესე კარგად გემრიელად. ერთხელ აკეთებ, ხო? ხო, ერთხელ ვაკეთებ, გაია, ორჯერ რო გავაკეთო, ძალიან სალატს არ მოუხდება, აი რაღაცა ძალიან ისეთი დადგება, ჩემი აზრით. ხო, კი ბატონო. ცოტა ხანი გავაჩერებ, სანამ ის გახურდება კარგად. კაი რაღაც არის ეს პანკო რა. აი ხო არის ორცხობილები პურისგან გაკეთებული და ცოტა რომ მაგალითად რომ შებრაწული იქნება უკვე ჩანს რა, ხო? ეგრე არ არის და ეს პანკო რო თეთრი ბრინჯის პურია, ისე გეხმარება ამ საქმეში რომ თან დიეტურია. ძალიან მაგარი არის. მე გაიან იცი რა მიხარია ყოველს ძალიან. ჩვენს მაყურებელსა და რესტორნების შუამავალი გამოვდივართ ჩვენ. კი ბატონო. აი ვუხსნით, ვასწავლით რომ რესტორანში რა კერძია, თავარი, გემრიელი, ახალი. მარტო თბილისი კი არა, თელი ქალაქი და პლუს კიდე ევროპამაც რო ჩამოდიან მერე დასასვენებლად, იქ რო არიან ევროპაში რო მუშაობენ ჩვენი გოგოები და ბიჭები, რო ჩამოდიან და უკვე იციან სად რა არის. იასახლისებისთვის, რომელსაც უკვე ფანტაზია აღარ აქვთ რა გაამზადონ, რა მოამზადონ თავიანთ ოჯახებში, ძალიან კარგი შანსი აქვთ რომ ახალ-ახალი კერძები ისწავლონ. აი მაგალითად მეუღლე მოვიდა სახლში და ძალიან დაღლილი, ან რაღაცა და პანკოში. ხო, რაღაცა გააკეთებ და აჭმევ. მაგალითად ეხლა ჩემი მეუღლე უყურებს ამ გადაცემას და ისწავლის როგორ გავამზადებ, იმიტომ რომ მე რო სამსახურიდან დაღლილი მივალ დამახვედრებს. ჯიმშერჯან. სხვა გამოსავალი არ არის, რა ვქნა, ის 6 საათზე ასრულებს მუშაობას და მე ღამის 2 საათამდე ვმუშაობ. მე მაგალითად ორსულად ვარ და არ შეიძლება ჩემი შევდა თუ დამახვედროს მე შესაბეგლოში ისაა ჰოტელი. მე რა დამახვედროს რა მოხდება? შეიძლება კი ბატონო. იმიტომ რომ ორსულად ვარ. მე რა გავაკეთე? მე თვითონ მოვამზადებ და გაია შენ ისეთი ოქროს ხელები გაქვს, ხო, არ გინდა რა ვისაკეთებ გავაკეთებ ჯიგარჯან. ეხლა დავიწყებ? უკვე ცხელია? კი, ცხელია. აჰა. აი, კარგად აღნიშნა წინა გადაცემაში, რომ ზეთი უნდა იყოს ცხელი. იმიტომ რომ არ შეიწოვოს პროდუქტმა ესეთი და აი გაითვალისწინეთ კი მნიშვნელოვანი ნამდვილად რომ გაითვალისწინეთ. ანუ როგორც კარტოფილი კი არ კეთდება, ცოტა ბევრი ზეთი უნდა იყოს. გოგოებო, ეხლა დავალაგე უკვე ყველი სულგუნის ჭხირები ტაფაზე, ბლომაძეში ჩავაფუშფუშე. ახლა გადავდივარ შემდეგ ეტაპზე, სანამ ეს შეიბრაწება, უცებ გავაკეთებ დრესინგს, ხო ჩამოვთვალე წეღან შიგ თავსი რითიც ვამზადებ, მოვხალავ თხილს, დავჭრი ჩირებს, ფოთლებს და всё, ავაწყობ ეკარი. კი ბატონო. უკვე იქა ვარ. გადავდივარ კარტოფილზე, რომელიც არის ძალიან მარტივად მოსამზადებელი მექსიკურად. ჩემო ლამაზებო, გავამზადე გასტროლოფტის მენიუდან მათი საფირმო სალათი, შებრაწული სულგუნის სალათი, ესე ქვია, ცივიც არის, ცხელიც არის, ფრეშიც არის, ჩირიც აქვს, თხილიც აქვს, ნუ მოკლედ საოცრება არის. სალათის ფოთლები, როგორც წეღან აღვნიშნე, ჩირი დამატებული, დრესინგი დამატებული, თაფლიც და ასე შემდეგ. ჩამონათვალი არის, წეღან ჩამოვთვალე ყველაფერი და ძალიან უხდება ამ კერძს, კონკრეტულ სალათს
გარნირი მექსიკური ანუ კარტოფილი მექსიკურად, კლასიკური, ორეგანო, ბაზილიკი. კი, ორეგანო და ის ყველაფერი რაც აქვს კლასიკურ წითელი დაღერღილი წიწაკა. მარილი, პილპილი, კი ბატონო, ყველაფერი არის ერთი სიტყვით და ეს გადაგვრჩენია რომ დავაგემოვნოთ. კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ გასტროლოვს რომ მათი კერძები გვასწავლა ჩვენ და ჩვენ კიდევ ჩვენს მაყურებელს ვასწავლით. არ არის მარტივი ამბავი ხა ვინმე ხეზი ასვლა გასწავლოს და ბოლომდე რეცეპტები. ჩვენ შევხვდა ეს ასე ვთქვათ გემრიელობები და დავიწყოთ ახლა მიირთით დააგემოვნეთ ყველამ და ეხლა ჩემთან დეს. შეაფასეთ. დაიწყე გაი. მომეცი ვიცი, ისაც უნდა მოგეცა. ისაც უნდა მოგეცა ჩემს. სულათან და შენ გაგიგეთ ეს გინდა? არ პატარა ეს. ეს? კიდე რა კულტურული ორსულია. ჭირები, თხილები, საოცარი სალატი. რა სამყოფ ახლა ორსულობა მოიჩება და ორსულად როცა არ იყო, მაშინ გვაცლი და საჭმლის ჭამას. ყველაფერს თვითონ ჭამდა, სანამ გავამზადებდით და რო გავამზადებდით მე. თხილი ადაგიდია, გაიანე. აი. ეხლა შენ მოდი. არა, მიირთვი, გაი მე გადავიღე. მიირთვი. ჩავირებ, გაიანე. კი ბატონო. ესე. მიირთვი ჩემო ლამაზო. ძალიან ლამაზი შეხამება. ძალიან. ეს თხილიც კიდე ძალიან კარგია. ვისაც შეიძლება დააჭრან, აი соуსი ძალიან კაია, აპრიალებს ეს. დრესინგი, соуსი, დრესინგი. თაფლის, დოგვის, კიდე ლიმონის. ხო, ფრეში ლიმონი. ხო და აი ცოცხალი და კარგი სალატი. ერთი ესეც მაინტერესებს მექსიკურის. კი ბატონო. მე დიეტაზე ვარ და სუბუქად ვიკვებები. მარტო სულგუნის ჭხირებს ჭამს ხას არაფერს. ყველაფერი ხრაშუნობს. ცხელი, ყველი თავის ეს ორცხობილაში, აი ეს ყველაფერი ცხელი კარგი. მერე მოდის თაფლის გემო ცოტა, მერე სიმჟავე, მერე ჭირების აი რაღაცნაირი ესეთი კარალევსკი ხო აი ბუკეტი და მერე თხილი. როცა შეჭამ თხილს, გინდა დაჭლი, გინდა არა, ძალიან მოუხდა ეს თხილი. ბოლოს თხილის აი აქ აი მენა სუთხილია. ბომბა არის. ეხლა მექსიკურთან ნახე, მოვედი. მარტო სალათა კი არ მინდა. სალათასთან ერთად რაღაცა მინდა ხო, რაღაცა რო ჭამო. ცხელი, სივი, გარნირი. პერფექტ. აი ესე გავაკეთებ თქვენის ნებართვით. ძალიან გემრიელი სალათია, მართლა ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან საზაფხულო, ხალისიანი ჭირები მოუხდა, თაფლის გემო ისე მოუხდა, რომ არაჩვეულებრივია. მართლა აი დამიჯერეთ, არ ვიცი, სასწაული სალათია. მე ამ სალატს აუცილებლად გავამზადებ სახლში, აუცილებლად და ჩემი გემოვნებით, რადგან უკვე შემოდგომა არის სექტემბერია, ყურძნის სეზონია. ყურძენს დავამატებდი კიდევ მეტი სიხალისთვის, მეტი ეფექტისთვის და ეს არის უკვე შენი ინსპირაცია. დატოვე შენთვის. ჩვენ ვართ ეხლა გასტროლოვში, კუკლა. მე რო სახში გავაკეთებ თქო მაგას ვიძახი. გოგოებო, მივირთვით და რა მოუხდება თუ არა კოკა-კოლა თანაც ახალი. ხოლო დავაი, შენ გაქვაი რა აქედან. ორია ჩემი. მარშმელოუ, საკოლექციო. მაგარი სიახლე, გემრიელი. კაც, აი ეს მომწონს რა. რა მოგწონს გაიანე? კაც, აი ეს რა მომწონს. თან გოგოებო საზაფხულო სალატს სიცხეში რა მოუხდებოდა თუ არა? საზაფხულო კოკა-კოლა. საზაფხულო კოკა-კოლა, საზამთროზე მარწყვის არომატი. თან გაიანე საკოლექციო ბოთლია. ეს კილა მიმაქვს მე და უნდა შევინახო საკოლექციო არის და უნდა დავდო პიანინოს თავზე. ისე რა გიხდეს. აი პიანინოს თავზე რო არ ეთქვა. პიანინო ჩემია და რასაც მინდა ზედ იმას დავალაგე. რაც კიდე გააკეთე, მაგრამ მე არ დავდე პიანინო არა მაქვს. გენაცვალოს გაიამ, ჩემო მეგობრებო. მოდით მადლობა გადავიხადოთ რესტორანს გასტროლოვს, რომ ესეთი საუკეთესო ჯერ რო ვუყურებ ზაგარემო ძალიან ლამაზი, სასიამოვნო. პლუს პერსონალი არის ძალიან კეთილი, ძალიან აი
დაპიწყიპებული, ყველაფერი სუფთა, походу ახალი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კერძებისთვის, ასეთი ბევრ რაღაცებისთვის. დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს მომავალ კვირამდე ახალი საინტერესო კერძებით. ნახვამდის. კარგად. სალამაზია. არი სირლნახჭიქ. როცა ვჭამ საერთოდ და კერძი მომწონს, მე მღერი ვარ, პატრობდნენ ეგრე რა ვქნა. ანუ სიამოვნებას გამოხატავ მაგით, კარგი კერძია. აზრი დამებადა. მე გეტყვი. ეს მოხალული თხილი მაგიჟებს. ნაი. აუ.